შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი, წიგნი პირველი. ნაწილი პირველი. ჯარისკაცთა მოგონებანი. როცა მისწყდება თოფის ხმა და ზარბაზნების გრიალი, ვაჟებშაველა. მე-6. რაჟდენ ტურიაშვილმა დაიწყო. მე ფრონტის ახლოს გამართულ ჰოსპიტალში მუშაობდი. ევგენი მხეიძემ მომიწყო იქ სამსახური. ჰოსპიტალის უფროსად ექიმად ებრაელი ვიღაც შაპირო იყო. ერთხელ ჰოსპიტალი კორპუსის უფროსმა ექიმმა ნიკიტინმა დაათვალიერა. ახბახი მსუქანი და წითური კაცი იყო პოლკოვნიკი ნიკიტინი. დასტაქარი შაპირო შეეგება. ნიკიტინმა ჰკითხა, ურია ხარო? შაპირო მიუგო, მე ურია არ გახლავართ, მე ებრაელი ვარო. ნიკიტინი განრისხდა, შაპიროს უყვირა, გათათხა, დაემუქრა, დაგაპატიმრეფო. ამის შემდეგ კარვები დაათვალიერა. ფეხმოღუნულ ერთ ჯარისკაცთან მივიდა. იგონებსო, უთხრა ნიკიტინმა შაპიროს. ძალიან კარგად შეუძლია გამართოს ფეხიო. შაპირომ შენიშნა, ამას ისეთნაირად აქვს დაშავებული ფეხი, რომ ვერ გამართავსო. ნიკიტინმა თავისი დაიჩემა, ვიცნობ მე ჯარისკაცებს. ნუ თუ თქვენ ამათი გჯერათ, აბა უცქირეთ თუ არ გამართოს ფეხიო. მოღუნულ ფეხზე ერთბაშად დააჯდა. დასაკლავი ხარევით მორთო ღრიალი საწყალმა ჯარისკაცმა. მისი ღრიალი ახლაც ტანში მცრის. დასძინა რაჟდენ ტურიაშვილმა. ურჯულო ყოფილა ის პატრონ მკვდარი. ჩააგუგუნა მრისხანედ გოჯასპირმა. იმ ჯარისკაცის ამბავმა ჩემი თავგადასავალი მომაგონა. სთქვა გალაქტიონმა და დაიწყო. მაშინ გერმანელების წინააღმდეგ ვიბრძოდით პოლონეთში. ჩვენი 1000-ეულის უფროსი ქართველი იყო, გავაშელი. საარტილერიო მზადების შემდეგ იგი თავისი 1000-ეულით შეტევაზე გადავიდა. იმ უბანზე 2 დივიზია აწარმოებდა შეტევას. გავაშელი წინ მიიწევდა და როდესაც ტრის მოწინავე ხაზს უთენია მიუახლოვდა, მარცხენა ხელში ნაგანი დაიჭირა, მარჯვენით კავკასიური მოღუნული ხმალი შეათამაშა და 1000-ეულს დასჭყივლა. წინ მომყევითო, სირბილით გავეშურეთ, მოწინავე ხაზს მიუახლოვდით. მაშინვე გერმანელთა სანგრებიდან შაშხანისა და ტყვიამფრქვევის ცეცხლი გაჩაღდა, რასაც ზარბაზანთა გრიალი დაერთო. ამ დროს მუცელში ტყვია მეცა წელკავივით და რამოდენიმე ნაბიჯის შემდეგ მავთულს წავაწყდი. პროჟექტორები ანათებდნენ და 1000-ეულს ხელის გულივით აჩენდნენ. შრაპნელებისა და ტყვიამფრქვევების განუწყვეტელი სეტყვა არამარტო გავაშელის 1000-ეულს, არამედ მთელ 2 დივიზიასაც ანადგურებდა. დივიზიები მცირედი რაზმებით უწესრიგოდ უკუიქცნენ თავიანთ სანგრებისაკენ და მხოლოდ მეორე დღეს განაგრძობდა გალაქტიონი. გავაშელის დენშიკმა, ათანასე ტამილინმა, ქართველმა ჯარისკაცებმა, ჯიქაიძემ და ბურდულმა მიპოვეს მავთულზე გადაკიდებული და ცნობა დაკარგული. სახელდახელოდ შეფიცულ სახლში გამომეღვიძა.
მიწის იატაკიან ოთახში ნავთის ლამპა ბჟუტავდა. ოთახში 40 საწოლი იდგა და ზედ მხოლოდ მუცელში დაჭრილი ჯარისკაცები იწვნენ. განუწყვეტლივ ოხრავდნენ და კნესოდნენ. წყალიო. ჩემს სასთუმალთან ერთგული ძაღლივით იჯდა სანიტარი. როდესაც თვალი გავახილე, თავგადახოტრილი სანიტარი წამსვე წამოდგა, ლოგინისკენ გადმოიხარა და შემეკითხა: რა გინდაო? ჩემი თხოვნაც სხვა დაჭრილთა თხოვნა იყო, წყალი. ძლივს ვაბრუნებდი სიცხისაგან გახეთხილ და გამშრალ ენას უნერწყო ხახაში. არ შეიძლება ძამია, მიპასუხა სანიტარმა. წყალი, შეუერთე მეც ჩემი ხმა საერთო გოდებას. არ შეიძლება, მოითმინეო, მემუდარებოდა სანიტარი. წყალი, მალე. უკანასკნელი ძალღონით შევძახე. გოჯასპირმა ისევ ჩააგუგუნა. ასეთი ჭრილობის დროს წყალი ტყვიაზე ვარესია. რა უნდა, რას თხოვლობსო? შეეკითხა სანიტარს თეთრ ხალათში გამოწყობილი ფერშალი. განაგრძობდა კვლავ გალაქტიონი. წყალსო, უპასუხა სანიტარმა. არ შეიძლება, რადგან მუცელში ხარ დაჭრილი, მოკვდები, წყალი რომ დალიო, მითხრა ფერშალმა. ირგვლივ კნესა და ერთი და იგივე სიტყვა წყალი გაისმოდა. ზოგი მუქარით იძახდა ამ სიტყვას, ზოგი მუდარით, ზოგიც კიდევ განწირული ხმით. ყოველი კუთხიდან მოისმოდა გულის მომკვლელი ვედრება: წყალი. წამოვიწიე და ღრიალი მოვრთე. ბალიშის ქვეშ შევაცურე ხელი. ნაგანი იქ არ აღმოჩნდა, თორემ სანიტარს უთუოდ გავათავებდი. სანიტარი აცახცახდა და მითხრა: მომკალი, უმჯობესია მე მოვკვდე, ვინემ ამდენი ხალხი მოვკლაო. ფერშალი გავიდა. ახლა ოთახში მეორე სანიტარმა დაიწყო სეირნობა. ქოსასავით უწვერულვაშო, ჩია კაცი იყო. აცრემლებული ცისფერი თვალები ჰქონდა. საშინლად განიცდიდა დაჭრილთა ოხრას, კნესას, მომაკვდავთა ვედრებას. იგი ხან ერთთან მივიდოდა, ხან მეორესთან და ყველგან ესმოდა: წყალი. იმ სანიტარის არსებაში მხოლოდ ეს სიტყვა შეჭრილიყო: წყალი. სანიტარი გაფითრდა, ჩაბნელებულ კუთხისაკენ წავიდა. ლამპის შუქზე მისი გუგა გაფართოებული თვალები გიჟის თვალებივით ანათებდნენ. მომაკვდავთა ამ დაუსრულებელი ოხრისა და მუდარის გამო მისი ნერვები უკანასკნელ ზომამდე დაიჭიმენ. იგი მთელი ტანით აკანკალდა. შმაგივით მორთო ღრიალი: არ შეიძლება. ჩემ სანიტარს გაუკვირდა: რა არ შეიძლებაო? ხელში არყის ბოთლი დაუნახა. ტუჩზე მიეკრა და აპირქვავებდა. შესძახა: შენ ეიო! ქოსა სანიტარი უაზრო თვალებით კედელს მიეყრდნო და დაბარბაცდა. ოთახში ისევ დაჭრილთა ოხრა ისმოდა: წყალი. თვრალი სანიტარი დამშვიდებით უპასუხებდა ახლა მათ: მოგცემთ ძმებო. სავსე სურას და ჭიქას წაავლო ხელი, ხან ერთს და ხან მეორეს დაალევინა. ჩემი სანიტარი წამოიჭრა და მივარდა: რა შვები მკვლელო? თვრალმა სურა მოუქნია: არ მომეკარო. მესამე და მეოთხე დაჭრილსაც შეასვა წყალი. ჩემმა სანიტარმა ყვირილი მორთო. ფერშლები შემოცივდნენ.
თვალს სურა წაართვეს და შებოჭეს. წყალდალეულ დაჭრილ ჯარისკაცებს მალე პირის ღებინება აუვარდათ. 10 ჯარისკაცი საშინელი ტანჯვით იკლაკნებოდა ნაწლავების ანთების გამო. დაჭრილებს ენა კრაზანას ნაკბენებივით დაუსივდათ. გაუსივდათ და ხახაში აღარ ჩაეტიათ. ხროტინი მესმოდა. 10 ჯარისკაცი წუთი სოფელს გამოასალმა. დაასრულა თავისი ნაამბობი გალაქტიონმა და დასძინა. ასე გადამარჩინა იმ სანიტარმა სიკვდილს. სად არიან ახლა ის სანიტარი და ჩემი მხსნელი ამხანაგები? გავაშელის დენში კი ათანასე, ბურდული და ჯიქაიძე, ვინ იცის? მოდით, იმ ამხანაგების სადღე გრძელო დავლიოთ. გოჯასპირმა და სხვებმაც დიდი სიამოვნებით შესვეს გალაქტიონის მხსნელი ამხანაგების სადღე გრძელო. ასინა თავშლის ტოტით ცრემლებს იწმენდდა და შეწუხებული სახით მისჩერებოდა გალაქტიონს. ფრონტი რომ უბედურება იყო იმას ვინ მოთვლის. დაიწყო ახლა გიორგი აბესაძემ და მოხვა. იმ დენშჩიკზე მომაგონდა. მეც ვიყავი დენშჩიკად 1.5 წელიწადი პოლკოვნიკ თენგიზ იოსელიანთან. წინათაც ვიცნობდი მას და რადგან ქართველი ვიყავი მეწამიყვანა. ჩვენი პოლკი ტყის პირას იდგა. დიდი ბრძოლები გქონდა და მერე ისევ ტყისკენ დავიხიეთ სანგრებში. დასვენება ჩამოვარდა. იოსელიანის მიწურში ოფიცრები კარტს თამაშობდნენ. ისე დამშვიდებით ჩითავდნენ ქაღალდს ოფიცრები მაგიდის ირგვლივ. თითქოს ამ რამდენიმე დღის წინათ ჯოჯოხეთურ ცეცხლში არც კი ყოფილანო. ისეთი დამშვიდებით თამაშობდნენ ფრაპს მიწურში. თითქოს ფრონტზე კი არა, სადმე შორს. ზურგს უკან კიევის კაზინოში ბრძანდებიანო. ცხადად მახსოვს საღამო იყო. განაგრძობდა გიორგი აბესაძე. პოლკოვნიკმა ტრუდენსკიმ მოღიმარე თვალებით შეხედა ჩვენი პოლკის უფროსს თენგიზ იოსელიანს და დაიძახა. ბრაპო! გიორგი აბესაძემ აუხსნა გოჯასპირს ჯარისკაცებს და დამსწრეთ ეს თამაში. მაგიდაზე კარტის დარიგების შემდეგ ჯვრის ტუზი დაეცა. იოსელიანს ხელში ჯვრის ქალი და ცხრიანი ჰქონდა. მის თანაშემწეს ილინსკის კი სალდათი და ათიანი. ახლა ესენი ჩაებდნენ თამაშში, ხოლო კაპიტან მედვედევს და ნაუმოვს ცუდი კარტები ჰქონდათ და გადაყარეს. მე პოლკოვნიკ იოსელიანისთვის გამზადებულ ვახშამს პურს და შაქარს ტილო გადავაფარე. მეშინოდა ვირთხებს არ შეეჭამათ. ვირთხები სანგრების უცილობელი სტუმრები არიან. ვირთხები უმთავრესად ღამით იწყებდნენ ნადირობას და არა მარტო პურსა და შაქარზე, არამედ ჯარისკაცთა გვამებზედაც. დაცუცქდებოდნენ და ლეშს დასუნავდნენ, მისწვდებოდნენ და ღრღნას დაუწყებდნენ. ქალებს ასინას, ივლიტეს, ეკვირინეს და მამაკაცებსაც თავზარი დაეცათ და შეძრწუნდნენ. გიორგი აბესაძე კი განაგრძობდა. ვირთხები ადამიანის თვალის კაკალს დიდად ეტანებიან. ბრჭყალებით და გრძელი გაქსუებული დინგით მუშაობენ. თვალის კაკალს ებღაუჭებიან და ფოსოებიდან ეზიდებიან. ქალებმა ზიზღით აიფარეს ხელი თვალებზე. გოჯასპირმა დასწყევლა ვირთხების სახსენებელი, მაგრამ აბესაძე ისევ დამშვიდებით განაგრძობდა. თვალები ყველაზე უფრო საყვარელი მათი ულუფაა. როცა მისწყდებოდა ზარბაზნების გრიალი, თოფის ხმა, შესწყდებოდა ომი და ბრძოლის ველიდან ჯარისკაცთა გვამებს აკრეფდნენ. მაშინ ვირთხები სანგრებში, საწყობებში შემოიპარებოდნენ
დაძრწოდნენ მიწურზე მიყრილ მიწის სახურავში, სოროებს აჩენდნენ და იქ ბრუნდებოდნენ, რომ ღამით გასულიყვნენ იქიდან საქურდლად. ნიკიფორემ დაიძახა, ეს ვირთხები რა ყოფილა? აბესაძე ისევ განაგრძობდა. პოლკოვნიკმა ტრედენსკიმ მაგიდაზე მოწინააღმდეგეებს ჯვრის ტუზი და მეფე გაუშალა. ოჰო, დაიღრიალა კაპიტანმა მედვედევმა. ის გოლიათი მაღალი კაცი იყო, ვეება დრუნჩი, ოჩოკოჩივით ჰქონდა წინ გამოზიდული. ჩაყვითლებულ და ფართო სახეზე ცხვირი შაშხანის კონდახივით აჯდა. უზარმაზარი ნიკაპი ეხამებოდა მისი სახის ისედაც გამოთაყვანებულ გამომეტყველებას. რა გაგეხარდაო? შეეკითხა იოსელიანი. იმავე წამს გერმანელების მხრიდან დიდი ყალიბის ზარბაზანმა დაიგრიალა. დედამიწის გული შეირყა და მოთამაშენი შეკრთნენ. 50 სანტიმეტრიანი ზარბაზნიდან ისვრიანო. განაცხადა იოსელიანმა და ტრედენსკის ტუსსა და მეფეს დამშვიდებით დააფარა უკანასკნელი კოზირები, ჯვრის ქალი და ცხრიანი. ტრედენსკიმ ყვავის ტუზი ჩამოაგდო მაგიდაზე, ჩამოაგდო და მეორეჯერ იგრიალა გერმანელთა ზარბაზანმა. მერე მესამეჯერ, მეოთხეჯერ გავარდა და ახლა უფრო სასტიკად შეირყა მყარი. შეირყა კი არა, იოსელიანის მიწური ბინა ოჩაფეხებზე შემდგარი კაცივით დაბარბაცდა. რა ამბავია, გაიგეთო! უბრძანა იოსელიანმა მედვედევს და ოფიცრები კარში გაცვივდნენ. დურბინდებით მარჯვნივ ტყის პირას სალაშქრო სამზადთან ხელში პატარა ქვაბურებით ჩამწკრივებულიყვნენ ვახშმის მისაღებად ჯარისკაცები. მტერს სალაშქრო სამზადიდან ასული ბოლი დაენახა და ეს ამოეღო მიზანში. სალაშქრო სამზადები სასწრაფოდ ხევში ჩააგორეს და ჩააქრეს. გერმანელებმა სულ 15ჯერ ესროლეს სამზადებს. ხან გადააცდინეს, ხან კიდევ ვერ მიუწვდინეს ყუმბარები და მსხვერპლი არ ყოფილა. სროლის დროს უზარმაზარ ყუმბარებისაგან მაღალი ზვინები ავარდა დედამიწიდან. როდესაც მედვედევმა ეს უამბო იოსელიანს, იგი განრისხდა. მოდი და ენდე ამ ჩერჩეთ ჯარისკაცებსო. მაშ ასეო, თქვა ილინსკიმ. წაგებულთა თანხა ჩასწერა და მის უკან გაჩერებულ პორუჩიკს ახალგაზრდა და შავგრემან უკრაინელს ბონდარენკოს ამზერით გადახედა. შენ დამნავსეო. მერე კარტები ჩაჭრა, მაგრამ მაშინვე ჭერიდან თავზე მიწა დაეყარა. რა არის ესაო? იკითხა. განზე გასწია თავი და ჭერისკენ აიხედა. ეს დაწყევლილი ვირთხებია, ბატონო მეთქი, უპასუხე მე. ილინსკიმ თმა გაიბერტყა და იოსელიანის მიერ დარიგებული კარტები აიღო, მაგრამ ორჯერ მეტი მიწა ჩამოინგრა ახლა ჭერიდან და ისევ მაგიდაზე დაცვივდა. რისი ვირთხები, რას მიქქარაო? მიყვირა მედვედევმა და ყველანი ჭერს მიაშტერდნენ. ვირთხებია, ბატონო მეთქი, ვჯიუტობდი მე, შეხედეთო. დაიძახა ფერწასულმა მედვედევმა და ყველამ შევნიშნეთ გაკრიალებული ლითონის წვერი. რა არის ესო? ამბობდა ჩურჩულით მოხუცი ტრედენსკი და მასთან ერთად ყველანი წამოიჭრნენ სკამებიდან. გაფითრებული სახით და დაფეთებული თვალებით მისჩერებოდნენ ჭერში გაჩრილ ლითონის წვერს, რომელიც დაბლა ეშვებოდა. ყუმბარაო! დაიძახა იოსელიანმა და ახლა აშკარად დავინახეთ უზარმაზარი ყუმბარის დისტანციური მილი. ოფიცრებს თავზარი დაეცათ. გერმანელების ზარბაზნიდან გამოსროლილი დიდი ყალიბის საბრეზენტო ყუმბარა ახლა მთელი თავისი სიმძიმით აწვებოდა
მიწურის მიწაყრილ სახურავს. ჭერიდან ნახევრამდე დაშვებულიყო. კიდევ წამი და იგი იატაკზე დავარდებოდა. დისტანციური მილის ნემსა ჩახმახი ფისტონზე დაეცემოდა და ეს უზარმაზარი ყუმბარა აფეთქდებოდა. დაანგრევდა მიწურს და იქ მყოფი ოფიცრებისაგან და ჩემგან მხოლოდ ნაკუწებიღა დარჩებოდა. მიუხედავად ამ საშინელი წუთისა, თავზარ დაცემული და გაშტერებული ოფიცრები ადგილიდან ვეღარ იძროდნენ. თითქო წართმეოდა დგონება და ნებისყოფაო. კარშიო, კარში! მოასწრო იოსელიანმა დაძახება და შიშისაგან გამოფხიზლებული ოფიცრები კარებს მიაწყდნენ, მაგრამ იმის მაგიერ რომ გაეღოთ იგი თელი ტანით ეჯახებოდნენ. აწვებოდნენ და ვერ ისაზრებდნენ, რომ საჭირო იყო კარების შემოღება მიწურისაკენ. თითოეული მათგანი ცდილობდა მოესწრო და პირველად იგი გავარდნილიყო კარში. საშველი არ იყო, თავი დავღუნე. ოფიცერთა გუნდში შევიჭერი და მეც ვეცი კარებს. ოფიცრებმა მუშტები დამიშინეს თავში, გამომაგდეს. კარები მოჰგლიჯეს და ყველანი კარში გაცვივდნენ. კარში გასვლა და ჭერიდან ჩამოშვებული ყუმბარის იატაკზე დაცემა თითქმის ერთდროულად მოხდა, მაგრამ რაღაც მანქანებით არაფეთქებულა იგი. იოსელიანმა გვიბრძანა ჯარისკაცებს, გამოგვეტანა ყუმბარა და შორს ტყის პირას აგვეფეთქებინა. მოგქონდა ყუმბარა და შიშისაგან ფეხები გვეკეცებოდა. ასე გადავრჩით შემთხვევით სიკვდილს, თუმცა ყუმბარა მაინც ზიანი მიაყენა ოფიცრებს. სიკვდილის მოლოდინის წამი ისეთი საშინელი აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა პორუჩიკს ბონდარენკოს თავის მარჯვენა მხარზე თმა ერთბაშად გაუთეთრა, ხოლო კაპიტანი მედვედევი 2 თვის განმავლობაში ძლივს აბრუნებდა დამბლა დაცემულ ენას და ლაპარაკის ნაცვლად პირუტყვივით ღმუოდა. დაასრულა გიორგი აბესაძემ თავისი ნაამბობი ყუმბარაზე. შიშისაგან გაჭაღარავებული და ენაწართმეული მეც მინახავს. დაუდასტურა გოჯასპირმა, ხოლო ჯარისკაცებმა შენიშნეს. იღბლიანი ყოფილხართ. ბევრჯერ დაცემულა ჩვენს ახლოსაც მტრის ყუმბარა, მაგრამ არაფეთქებულა და არც გამსკდარა. კიდევ ბევრი შემთხვევა უამბეს ერთმანეთს და თავისიანებს ჯარისკაცებმა. სოფლიო ომიდან დაბრუნებულ ჯარისკაცთა მოგონებებს რა დაშრეტდა.